ტომ ერნესტ უილსონი, პავლე მოციქულის პირველი გზავნილი თესალონიკელთა მიმართ. შესავალი. ქალაქი თესალონიკი. ისტორიაში ეს ადგილი პირველად მოიხსენიება სახელით თერმა, რამე თუ იმ ადგილებში ცხელი მინერალური წყაროები მოიპოვებოდა. ქალაქი თესალონიკი დააარსა მეფე კასანდრმა ქრისტეს დაბადებამდე 315 წელს. კასანდრა იყო ბერძენი მხედართმთავარი ალექსანდრე მაკედონელის მმართველობის დროს. ხელსაყრელად აარჩია რა ამ ქალაქის ადგილმდებარეობა, მას თავისი მეუღლის სახელი უწოდა თესალონიკი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის ღვიძლი და იყო. მას მერე რაც ქრისტეს დაბადებამდე 168 წელს რომაელებმა დაიპყრეს მაკედონია, ის 4 ოლქად იქნა დაშლილი და ერთ-ერთის დედაქალაქი სწორედ თესალონიკი იყო. 146 წელს ქრისტეს დაბადებამდე რომაელებმა აღადგინეს მაკედონია და თესალონიკი გახდა ახალი პროვინციის დედაქალაქი, რომელიც აერთიანებდა ყველა 4 ყოფილ ოლქს. თესალონიკი თავისუფალ ქალაქად იქნა გამოცხადებული თვით მმართველობის მნიშვნელოვანი კანონებით შინაგანი საკითხების გადაჭრაში. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში იყო პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელი, მას არანაირი მოქალაქეობრივი უფლება არ გააჩნდა. ქალაქს მართავდნენ პოლიტარხები, ანუ ქალაქის უფროსები, რაც ზუსტადაა აღწერილი ლუკას მიერ საქმე მოციქულთაში მე-17 თავის მე-6 მუხლი. რომის მმართველობის ქვეშ მყოფი, ქალაქი მნიშვნელოვან ცენტრად გადაიქცა და 200,000 მაცხოვრებლის რიცხვით წარმოადგენდა ერთ-ერთ დიდ ქალაქს განლაგებულს ვია ეგნაციას გზაზე, რაც დიდ სამხედრო გზას წარმოადგენდა, რომელიც რომს აერთებდა აღმოსავლეთთან. თესალონიკი განლაგებული იყო ჩრდილო-დასავლეთით ეგეის ზღვის ნაპირზე, ადრიატიკისა და გელესპონტის შუაგზაზე. ეს ყველაფერი და აგრეთვე კარგად დაცული ყურეების არსებობა გამოარჩევდა ამ ქალაქს. აქ აყვავებული ვაჭრობა იზიდავდა მდიდარი რომაელებისა და ებრაელი ვაჭრების ყურადღებას. ამაზე საქმე მოციქულთაში მე-17 თავის მე-4 მუხლშია ნახსენები. წარსულში, როგორც საპორტო ქალაქი, თესალონიკში იკრიბებოდნენ მეზღვაურები გემებიდან, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სხვადასხვა მხრიდან მოდიოდნენ, რაც ამ ქალაქს უზნეობისა და ღვირახსნილობის ცენტრის რეპუტაციას უქმნიდა. ქალაქ ფილიპისგან განსხვავებით, სადაც ებრაელთა სამლოცველო შეკრებები პირდაპირ ღია ცის ქვეშ მდინარის პირას ტარდებოდა, თესალონიკში იყო სინაგოგა, რაც მოწმობს ებრაელთა დიდ რიცხვსა და გავლენაზე ამ ქალაქში. ეს ქალაქი ამჟამად იწოდება სალონიკად და დღესაც წარმოადგენს ეგეის ზღვის მნიშვნელოვან საპორტო ქალაქს. მისი მოსახლეობა შეადგენს 300,000 მაცხოვრებელს. არსებული მონაცემებით მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ მან განადგურებული იქნა 60,000 ებრაელი. თანამედროვე საბერძნეთი პავლეს დროს შედგებოდა 2 ნაწილისაგან. ჩრდილოეთი მხარე იწოდებოდა მაკედონიად და იქ განლაგებული იყო ქალაქები ფილიპა, თესალონიკი და ბერია. სამხრეთი მხარე იწოდებოდა აქაიად და განლაგებული იყო ისეთი მსხვილი ქალაქები, როგორებიცაა ათენი და კორინთო. ეს ადგილები ნახსენებია მოციქულთა საქმეებში მე-16 და მე-18 თავებში. აქ პავლე თავისი მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს ქადაგებდა სახარებას. თავისი მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს პავლეს ახლდნენ სილა და ტიმოთე და მათ კვლავ ინახულეს ადრე მის მიერ დაარსებული ეკლესიები სირიაში, კილიკიასა და გალატიაში. არწმუნებდნენ და ამხნევებდნენ მორწმუნეებს. შემდგომ ღმერთის ჩარევის წყალობით ისინი წარგზავნილ იყვნენ ჩრდილო-დასავლეთ მხარეს ისტორიკოსებისთვის ცნობილ საპორტო ქალაქ ტროადაში. იქ პავლეს ჰქონდა გამოცხადება. წარუდგა ვიღაც მაკედონელი კაცი, ევედრებოდა და ამბობდა, მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო. მოციქულთა საქმეები მე-16 თავის მუხლი მე-9. უსათუოდ ეს იყო სული წმიდის ხმა, რომელმაც პავლე და მისი თანამგზავრები მიავლინა იმ ადგილას. მათ პირველებმა მიიტანეს ღვთის სახარება ევროპაში.
მიაღწიეს რა ნეაპოლს მაკედონიაში, ისინი გაემგზავრნენ მნიშვნელოვან ქალაქ კოლონიაში ფილიპა. პირველები, ვინც ირწმუნა, იყვნენ ვინმე ქალები, რომლებიც მდინარის პირას იკრიბებოდნენ ლოცვისთვის. მას შემდეგ, რაც მათ მიერ განკურნებულ იქნა ეშმაკებისგან მოსამსახურე ქალი, პავლე და სილა, რომაელი მოქალაქეები, დაპატიმრებულები იყვნენ უსაფუძვლო ბრალდებების ნიადაგზე და ისინი ჯოხებით გარუზგეს. ამის შემდეგ ისინი მოათავსეს საპყრობილეში და ფეხებზე დაადეს ბორკილები. იმის მაგივრად, რომ თავიანთი თავი დაეტირათ, ამ მდგომარეობაში მყოფებმა მთელი ღამის განმავლობაში პავლე და სილა ლოცულობდნენ და ადიდებდნენ ღმერთს. ღმერთმა მიწისძვრის საშუალებით გამოანთავისუფლა ისინი ბორკილებიდან. სატუსაღოს დარაჯმა გაიგო რა, რომ ისინი რომაელი მოქალაქეები იყვნენ, შეშინდა და აღიარა, რომ მიწისძვრა ღმერთის ხელის ნამოქმედარი იყო და შეჰყვირა. ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე? პავლემ უთხრა: იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლობაც. მოციქულთა საქმეები მე-16 თავის მუხლები 22-დან 31-ს ჩათვლით. ამის შემდეგ პავლემ სიხარულით დაუმოწმა სატუსაღოს დარაჯს და მთელ მის სახლობას უფალი იესო ქრისტე. მათ ირწმუნეს და მოინათლნენ. ამის შემდგომ პავლე და სილა სიხარულით იქნენ მიღებული ლიდიას სახლში, სადაც დაუმოწმეს ქრისტე და შემდეგ გაუდგნენ გზას. მანძილი ფილიპასა და თესალონიკს შორის წარმოადგენს დაახლოებით 100 მილს, ანუ 161 კილომეტრს. მართალია სატუსაღოს დარაჯმა მობანა მათ სისხლიანი ჭრილობები ზურგზე, მაგრამ ეს ჭრილობები და ნაიარევი მაინც აწუხებდათ მათ მგზავრობის დროს. ლუკა აგრძელებს თხრობას. მოციქულთა საქმეები მე-17 თავის მუხლები 1-დან 3-ს ჩათვლით. გაიარეს ამფიპოლისი და აპოლონია და მივიდნენ თესალონიკეში, სადაც იუდეველთა სინაგოგა იყო. პავლე თავისი ჩვეულებისამებრ შევიდა მათთან და 3 შაბათს ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან. უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა დატანჯულიყო და კოდრეთით აღმდგარიყო და რომ ეს ქრისტე იესოა, რომელსაც მე გახარებთო თქვენ. ამ ქადაგების შედეგად ზოგიერთებმა ირწმუნეს და შეუერთდნენ პავლესა და სილას როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი, ასევე ბევრი დიდგვაროვანი ქალი. მოციქულთა საქმეები თავი მე-17 მუხლი მე-4. პავლეს ქადაგება ლუკას თხრობის თანახმად შედგებოდა 2 ნაწილისაგან. ძველ აღთქმაში ნაწინასწარმეტყველი მესიის ტანჯვებზე, სიკვდილზე და აღდგომაზე და ამ წინასწარმეტყველების ახდენაზე იესო ქრისტეში. პავლეს ქადაგებაში გამოიყენებოდა შემდეგი სიტყვები. ამბობდა, აქ გამოყენებული სიტყვა აღნიშნავს არგუმენტების მოყვანას და მათ გამოყენებას დისკუსიაში. ახსნა მიუთითებს გონების გახსნაზე. მტკიცება გამოხატავს არა უბრალოდ ფაქტების დალაგებას, არამედ მათ ახსნას საღვთო წერილის შუქზე. პავლეს ძირითადი თემა იყო იესო ქრისტე, მისი ჯვარცმა და აღდგომა. სავარაუდოა, რომ პავლეს ქადაგება თესალონიკში შემოკლებულ ვარიანტადაა ჩაწერილი. ზოგიერთი კომენტატორები ფიქრობენ, რომ პავლემ იქ უფრო დიდხანს დაჰყო, ვიდრე 3 კვირა, რაც წმინდა წერილშია მოხსენიებული. მაგრამ შესაძლოა ეს დრო მიუთითებდა სინაგოგაში პავლეს ქადაგების ხანგრძლივობაზე. მოციქული ორჯერ ახსენებს, რომ იგი შრომობდა დღე და ღამე, რათა არავის არ დაწოლოდა კისერზე. 1 თესალონიკელთა 2 თავის მე-9 მუხლი და 2 თესალონიკელთა 3 თავის 22 მუხლი. იმყოფებოდა რა იქ, მან სულ ცოტა ორჯერ მიიღო დახმარება ფილიპეს ეკლესიისგან. იმ დროის განმავლობაში, რაც პავლემ დაჰყო თესალონიკში, დაარსდა დიდი ეკლესია და კეთილი ხმა თესალონიკელთა რწმენაზე გავრცელდა არა მარტო მაკედონიასა და აქაიაში, არამედ ყველგან. ეს ფაქტები მიგვანიშნებს იმაზე, რომ პავლემ მანდ დაჰყო უფრო დიდხანს ვიდრე 3 კვირა. გარდა ამისა, თესალონიკელთა პირველ გზავნილში მე-5 თავის მე-12 მუხლში ჩვენ ვკითხულობთ: სცანით თქვენ შორის მშრომელნი და თქვენი წინამძღოლნი უფალში. იმისათვის, რომ გაჩენილიყვნენ ლიდერები, რომლებსაც შეეძლოთ სწავლება, უნდა გასულიყო გარკვეული დრო. ნებისმიერ შემთხვევაში, სულიწმიდა მოქმედებდა მანდ მეტად ძლიერად,
ამან წარმოქმნა მეტად სერიოზული წინააღმდეგობა, რომელიც იუდეველთა დახმარებით გადაიზარდა ჯანყში. პავლე ცხოვრობდა იასონთან, ბრბო, რომელიც მის სახლს მიადგა, ვარაუდობდა იქ მქადაგებლების პოვნას, მაგრამ ვერ ნახეს რა ისინი იქ მყოფები ყველანი ქალაქის მმართველს მიჰგვარეს. ბრალდებამ მიიღო პოლიტიკური ხასიათი, რაც მდგომარეობდა კეისრისა და რომაელი მმართველობის წინააღმდეგ პროპაგანდაში. ამბობდნენ, რომ ისინი აღიარებენ მეფე სხვას, იესოს. ზუსტად ეს ბრალდება იუდეველებმა წარუდგინეს თავად უფალს, რომელიც ამისთვის გაასამართლეს და ჯვარს აცვეს როგორც იუდეის მეფე. უსათუოდ, მმართველები მიუხვდნენ ყურით მოთრეულ ბრალდებას მქადაგებლების მიმართ და გაანთავისუფლეს ისინი იასონის თავდებობით. შესაძლოა ამ მიზეზის გამო პავლეს გარკვეული დროის განმავლობაში არ შეეძლო დაბრუნება თესალონიკში, რასაც პირველ გზავნილში მეორე თავის მე-18 მუხლში ვკითხულობთ. ცხადია, რომ იუდეველთა ფანატიკური წინააღმდეგობა გრძელდებოდა პავლეს წასვლის შემდეგაც. პავლეს ორივე გზავნილში თესალონიკელთა მიმართ არაერთხელ ნახსენებია შეჭირვებები და დევნა. პირველ თესალონიკელთა პირველი თავის მე-6 მუხლი, მეორე თავის მე-14 მუხლი, მესამე თავის მე-3 მუხლი და მეორე თესალონიკელთა პირველი თავის მუხლები მე-4 და მე-6. თესალონიკში ამ აჯანყების შემდგომ პავლეს, სილას და ტიმოთეს გზები გაურკვეველია, მაგრამ სავარაუდოა, რომ ისინი სამივენი გაემგზავრნენ ბერიაში. შემდეგ პავლე მიემგზავრება ათენში და ტოვებს იქ სილას და ტიმოთეს. შემდგომ ისინი წმიდიან ათენში და იქიდან პავლემ გააგზავნა ტიმოთე თესალონიკში, ხოლო სილა მაკედონიაში. თავად პავლე კი აგრძელებს თავის გზას ათენიდან კორინთოში. ასე ცხოვრობდა რა აკილასა და პრისკილას სახლში და ამზადებდა რა კარვებს, პავლემ ორი შესანიშნავი გზავნილი დაგვიტოვა თესალონიკელთა ეკლესიის მიმართ. ეს მისი პირველი გზავნილები იყო. თესალონიკში არსებული ჯანყის დროს პავლეს მეგობრები და ახლად მორწმუნე ქრისტიანები სასტიკად დაზარალდნენ, ხოლო თავად პავლე და მისი მგზავრები იძულებულნი იყვნენ მალულად დაეტოვებინათ ქალაქი. ეს მოვლენები და მას მოყოლილი სასამართლო გარჩევები იწვევდა პავლეში ძლიერ შეწუხებას. როდესაც ბერიასა და ათენის ნახვის მერე იგი მივიდა კორინთოში, ეს ფიქრები მას იქაც არ ტოვებდა. სახარების პირველი მქადაგებლები თესალონიკში დიდხანს არ გაჩერებულან და ბუნებრივია, რომ ისინი წუხდნენ იმაზე, რომ შეძლებდნენ კი მორწმუნეები გადაეტანათ დევნა და თავიანთი მტრების ფანატიკური წინააღმდეგობა. ამიტომ პავლე აგზავნის ტიმოთეს ათენიდან თესალონიკში, რათა მან შეძლოს იქ მყოფი ძმების გამაგრება რწმენაში. დაბრუნდა რა ტიმოთე, პავლეს სასიხარულო ცნობა მოუტანა. მიუხედავად ყველა შეჭირვებისა, მორწმუნეები მყარად იდგნენ რწმენაში და ხსნის შესახებ ცნობას ქადაგებდნენ, როგორც თავიანთ სახლებში, ასევე შორს მის გარეთაც. ამასთან მტერი არ თვლემდა და ცდილობდა პავლეს სახელის გატეხვას, სდებდნენ რა მას ბრალს უწმიდურ ქმედებებში. პავლემ ჩათვალა საჭიროდ თავი დაეცვა ამ შეტევებისაგან. ამაზე თესალონიკელთა პირველ გზავნილში მეორე თავის პირველიდან მე-10 მუხლის ჩათვლით ვკითხულობთ. აქცევდა რა ყურადღებას იმას, თუ როგორ უნდა აღექვათ მორწმუნეებს შეჭირვებები და დევნა, პავლე ასევე ზრუნავდა მათ პირად ცხოვრებაზეც იმ ბოროტ და უზნეო გარემოში. ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელმაც აიძულა პავლე დაეწერა თესალონიკელთა პირველი გზავნილი, იყო საკითხი ქრისტეს აღდგომასა და მეორედ მოსვლაზე. ზოგიერთი ქრისტეს მორწმუნე უკვე გარდაცვლილი იყო იმ დროისთვის და მათ ოჯახებს აინტერესებდათ საკითხი მათ ახლობლებზე. ამ გზავნილში ჩაწერილია დიდებული გამოცხადება ამის შესახებ. მოციქულთა საქმეების წიგნის ტექსტში მე-17 თავის მუხლები პირველიდან მე-10-ს ჩათვლით და მე-18 თავის პირველი მუხლი და აგრეთვე თესალონიკელთა პირველ გზავნილში ნახსენები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ პავლემ ეს წერილი დაწერა კორინთოში ყოფნისას. კონსერვატორი მეცნიერები ათარიღებენ ამ გზავნილს 50-54 წლებით ქრისტეს დაბადებიდან. ეს თარიღი დამტკიცებულ იქნა არქეოლოგიური გათხრებით. დელიში აღმოჩენილი ნაწერები საშუალებას გვაძლევს უფრო ზუსტად განსაზღვროთ პავლეს ყოფნა კორინთოში.
ეს ნაწერები გვაუწყებენ, რომ გალიონი იყო პროკონსული აქაიაში ქრისტეს დაბადებიდან 52 წელს. მოწმობა, როდესაც პავლე წარდგა გალიონის წინაშე სასამართლოზე, რასაც მოციქულთა საქმეების მე-18 თავის მე-12-დან მე-17 მუხლის ჩათვლით კითხულობთ, საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ გალიონმა ახლახან დაიკავა პროკონსულის თანამდებობა და იმ დროისთვის პავლე კორინთოში უკვე თითქმის წელიწად ნახევარი იმყოფებოდა, ანუ ის კორინთოში უნდა ჩასულიყო 50 წელს ქრისტეს დაბადებიდან. აღსანიშნავია და საყურადღებო შემდეგი მონაცემები. პავლე მოციქულმა დაწერა 13 გზავნილი, რომლებიც შეიძლება გავყოთ 4 ჯგუფად. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება გზავნილები ქრისტეს მეორედ მოსვლაზე. პირველი და მეორე გზავნილები თესალონიკელთა მიმართ, რომლებიც კორინთოში ყოფნის დროს დაწერა 50-51 წლებში ქრისტეს დაბადებიდან და ისინი განკუთვნილი იყო ახლად დაარსებული ეკლესიების რწმენაში გასამაგრებლად, რომლებიც დევნას ექვემდებარებოდნენ. წერილების მეორე ჯგუფს მიეკუთვნება გზავნილების სახარებასა და ეკლესიის შესახებ. გალატელთა მიმართ, პირველი და მეორე გზავნილები კორინთელთა მიმართ და რომაელთა მიმართ, რომლებიც პავლე მოციქულმა დაწერა 53 წლის ივნისსა და 57 წლის მარტს შორის ეფესოსა და კორინთოში ყოფნისას. ეს გზავნილები ემსახურებოდა იუდეველთა კამათის განხილვას კანონსა და მადლის შესახებ და ამ წერილებში ფუძნდება ევანგელიის უდიდესი დოქტრინა. მესამე ჯგუფს განეკუთვნება გზავნილები დაწერილი სატუსაღოში ყოფნის დროს. ესენია გზავნილი ფილიპელთა, ეფესელთა, კოლოსელთა და ფილიმონის მიმართ, რომლებიც 60 წლის ნოემბერსა და 62 წლის იანვარს შორის დაიწერა რომში ყოფნისას. მეოთხე ჯგუფს განეკუთვნება პასტორული გზავნილები. ესენია პირველი გზავნილი ტიმოთეს, ტიტეს და მეორე გზავნილი ტიმოთეს მიმართ. ისინი დაწერილი იქნა შესაბამისად კოლოსში, კორინთოსა და რომში ყოფნისას 63 წლის გაზაფხულსა და 67 წლის შემოდგომის პერიოდებს შორის. თესალონიკელთა პირველი და მეორე გზავნილები წარმოადგენენ ახალი აღთქმის პირველ გზავნილებს დროის პერიოდის მიხედვით. გამონაკლის წარმოადგენს და შესაძლებელია, რომ გალატელთა მიმართ გაგზავნილი წერილი შედარებით ადრე იყო დაწერილი. თესალონიკელთა მიმართ პირველი გზავნილის დაწერის დროისთვის პავლე უკვე 17 ან 18 წელია, რაც გაქრისტიანებული იყო და ჰქონდა 7 ან 8 წლის ქრისტიანული მსახურების გამოცდილება. ეს გზავნილი ქრისტეს აღდგომიდან 22 წლის შემდეგ იქნა დაწერილი და 4 წლით ადრე რომაელთა ეპისტოლეს დაწერამდე და დაახლოებით 15 წლით ადრე პავლეს მეწამობრივი სიკვდილის აღსრულებამდე. პავლეს მიერ დაწერილი ეპისტოლეები მოიცავს დაახლოებით 16 წლიან პერიოდს.